ორი სახის დეგენერატზე იყო გუშინ საუბარი იაგოს მხრიდან. და ზოგადად დეგენერატი რა არის, ხო, ეს რაღაც გასაგებია, რომ კარგი სიტყვა არ არის და ადამიანს რო უბნები არ მოეწონება, მაგრამ დეგენერატი ხო რაღაცას ნიშნავს. დეგენერატი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც მიზეს შედეგობრივი კავშირის დანახვა არ შეუძლია, აი თვითონ როგორ ცხოვრობს და აი რა განაპირობა ასეთი ცხოვრება ან რაღაც მოვლენა რამ გამოიწვია, რამ არ გამოიწვია, აი მაგის დანახვა არ შეუძლია და არც სხვის ნათქვამს იღებს ყურად. ანუ არც თავისი არ ესმის და არც სხვის ნათქვამი არ ესმის და რაღაცა ჯენზიები რო დელულუს ეძახიან რა, გამოგონილ სამყაროში რო ცხოვრობს, სადაც რაღაცეები მისი ლოგიკით ვითარდება და რაც მის ლოგიკაში არ ჯდება, ის ყველაფერი მტერია და ის არაფერი არ უნდა მიიღო და ყველაფერს უნდა დაუძახო, რომ აი შენ ესეთო, შეისეთო. და მარტო შენ ნარატივს და შენ წარმოდგენას სამყაროზე რაც გაამყარებს, მარტო იმას უშვებ ყურებში, მეც არაფერს არ უშვებ, ხო და. ეგეთი დეგენერატები ორივე მხარეს არსებობენ, როგორც ხელისუფლების მხარეს, ქართული ოცნების, ისე ოპოზიციის მხარეს. ქართული ოცნების მხარეს ყოფი დეგენერატები აი ესეთი აზრთა წყობით გამოირჩევიან, რომ მიუხედავად იმისა, მე დღეს როგორ ცხოვრობ, ფიქრობს ქართული ოცნების დეგენერატი მხარდამჭერი, რომელიც დეგენერატია და უბრალოდ იქ რაღაცა ფულის საშუალოდ არ არის იქით ხარეს მიჭუჭკნული. აზროვნებს ასე, რომ აი მე დღეს კი შეიძლება ცუდად ცხოვრობ რაღაცა საქართველოს სიცოცხლის ხანგრძლივობით ჩამორჩებით, ეკონომიკით ჩამორჩებით, განათლებით ჩამორჩებით, სასამართლოდ ჩამორჩებით, ყველაფრით რა, თუ კი რამე შეიძლება ჩამორჩებოდეთ, თუ კი რამეც შეიძლება ქვეყანა მაჩანჩალა იყოს, ქვეყანა როგორც ასეთი, ყველაფერში მაჩანჩალა ვართ, მაგრამ აი ნაცები ხო არ მოუშვი. და რაც თავარია, ეს რაღაცა 200-300 ლარი დახმარება მაქვს, ამას ვიღებ, სახლში ვზივარ, არ ვმუშაობ, ბედნიერი ვარ და აი ამით აი ასეთ რაღაცნაირად უშინაარსო ცხოვრებით გრძელდება ჩემი ცხოვრება, უშინაარსოდ გრძელდება ჩემი ცხოვრება, მაგრამ აი ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი პატარა წვლილი შევიტანე იმაში, რომ ესე ბუა, ნაცები არ დავაბრუნე და მივედი და შემოხაზე ქართული ოცნება, რომელიც ჩემი პარსვის მეც არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ხანდახან გადმომიგდებს რამოდენიმე ლარიანს და აი ამ არსებობაშია რა, ქართული ოცნების მხარეს ყოფი დეგენერატი. მგლის შიშით ცხვარის გაუწყვეტია, ანუ ადამიანები მზად არიან მგლის შიშით, თუმცა რა ნაცების დაბრუნების თუ რაღაცის შიშით, თავის ცხოვრება აჩუქონ კოც ჩინოვნიკებს. და რაღაცა კმაყოფილები იყვნენ აი იმ რაღაცა პატარა გადმოგდებული ლუკმით, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მათ მისდით. ეს იქით ხარისყოფი დეგენერატები. აქეთ ხარისყოფი დეგენერატები კი ცოტა სხვანაირი დეგენერატები არიან, უფრო დიპლომიანი დეგენერატები არიან, როგორც წესი, იმიტომ რომ ქართული ოცნების მხარეს რაღაც უფრო სოცდაუცველები, საჯარო მოხელეები და რაღაც ესეთი ფენა და აქეთ არის უფრო რაღაცა დასავლეთში უნივერსიტეტ განათლება მიღებული და ვითომ რომ შეხედავ უკან კედელზე რომ დიპლომი უკიდია და რაღაც აზრს რო უნდა ეკითხებოდ რაღაც თემაზე, უფრო ესეთი დეგენერატები არიან, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ანალიზი იმისა თუ რატო ცხოვრობთ დღეს ისე როგორ ცხოვრობთ და გონიათ რომ აი ოღონდ ბიძინა მოვაშოროთ ეგრევე უცებ აყვავდება სამყარო საქართველოს გაბწყინდება რაღაც მის მიერ მხარდაჭერილი 4-5-9-25 მთავრობაში რომ მოვა აი ისინი კარგი ხალხი რახან არის კარგი ხალხი გონია ესეც უოპელაციოთ იმიტომ რომ კარგ ხალხობას კარგ ადამიანობას რა დამტკიცება ჭირდება შენი ქცევების რაღაც აქციელით დამტკიცება ჭირდება უბრალოდ კარგი სიტყვის ლაპარაკი არ არის საკმარისი და აი კარგი ხალხი ხონია და ფიქრობს რომ რა ოღონდ ისინი მთავრობაში მოვიდნენ ეს ჩემიანი კარგები და ყველაფერი კარგად იქნება და ვერ ხედავს იმ მიზეს შედეგობრიობასაც რომ ამ ბრძოლაში რომლის მიზანში შეიძლება თანხმდებოდით რომ ქართული ოცნება გასაშვებია მაგრამ რა ფორმით როგორ და რითი უნდა დააზღვიო ქართული ოცნების შემდეგ ისევ ბრჭყალებში ქართული ოცნება ორი არ მოვიდეს აი ამაში არის ჩვენი აცდენა რა თავარი ამ ოპოზიციის მხარეს ყოფი დეგენერატების არსებობა რაღაცნაირად თავარი რითაც განათლდა ამ ბოლო დროს რითიც აიხსნა არის ის თუ როგორ მიდის აქციები და რა მიზეზშედეგობრივი კავშირია აქციებზე მიმდინარე მოვლენებსა და მათ ქცევას შორის. რა თქმა უნდა, ეს პირველი აქციები არ არის, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ ტარდება და ჩვენ
გასაგებია რომ ძალიან ბევრ მათ შორის აქციაზე ყოფილვართ. ალბათ წლების მანძილზე თითქმის ყველა აქციაზე დავდიოდით. მათ შორის სანდრო ცნობილი იყო იმით, რომ აქცია არ გაუმაზავს ძალიან დიდ ხნის მანძილზე და თითქმის ყველა აქციაზეა ნამყოფი. მათ შორის პარტიული აქციებიც რო იყო ხოლმე. მაგრამ ჩვენ ხო რაღაცნაირად ვცდილობთ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ შემოგვდის, გადავამუშავოთ და ჩვენ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. რო უყურებდით ჩვენ ამ მთელი ეს პერიოდი და ვაკვირდებით ამ აქციებს რა, რომელიც სტარტდება ქართულად ჩემს წინააღმდეგ და ყველა აქციაზე რაღაც ერთი თარგი მოიჭრა თითქოს. ქართულად ჩვენ რაღაც ცუცს ჩაიდენს, გამოვა გაბრაზებული ხალხი, ამ გაბრაზებულ ხალხს რაღაც მომენტში თითქოს ვიღაცები მოაჯდებიან, ესე ვითომ არ ჩანან ხოლმე რომ ვინ არის აქციის ორგანიზატორი, მაგრამ აი რაღაც ირიბად მიხვდები რა, სადღაც უცებ მიკროფონი და ის დაიდგმება სცენა, სადღაც უცებ რაღაც ჯგუფში რაღაც ორგანიზდება და აი ესე რაღაცა ირიბად ხვდები ვიღაცები რომ ცდილობენ რაღაცა მიმართულება მისცენ. და ამ ყველაფერს კიდე ემატება ზევიდან მიმართულების მიმცემა და ემატება, რა თქმა უნდა, ტელევიზიები, რომლებიც განწყობას ქმნიან ამ აქციების გარშემო. და საბოლოო ჯამში ამ ადამიანების ჩარევით, ვინ დგას იმ მიკროფონთან, ვინ აკონტროლებს ამ მიკროფონს, ვინ აკონტროლებს იმ მედიას, ამ ნარატივებს, აი ამ ყველაფრის ერთობლიობით ხვდები რომ ვიღაცებს რაღაცა ირიბი გავლენა აქვს ხოლმე ამ აქციებზე. ხშირად ირიბი, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ პირდაპირ გამოჩნდნენ და საკმაოდ ცუდი პასუხიც მიიღეს ხოლმე ხშირად აქციაზე მყოფი გაბრაზებული მოსახლეობისგან. და ხედავთ რომ ეს ხალხი, ვინც ირიბად აკონტროლებს ამ აქციებს, რაღაცნაირად თითქოს აი ისე იქცევა, რომ არ ვიცი მოსყიდულობით, არ ვიცი თავის სისულელით, ისე იქცევა, რომ ამ აქციამ არანაირი შედეგი არ უნდა დადოს და როგორმე მილიოს გაქრეს და თითქოს რაღაცნაირად ქოცების უსაფრთხოების ბალიშში გაიჩნდოს ეს ხალხი, ვინც ამ აქციაზე რაღაცა უკან რუხი კარდინალივით მოქმედებს. ხო და აი ამას რო ვხედავთ და გამოდიოთ და ვიძახთ რომ ხალხო რაღაც უცებრო რაღაც მოხდება, ქოცები რაღაც სისულელით ჩაიდენენ, გამოვარდება ხალხი, ჩვენ გამოდიოთ ვიძახთ რომ ხალხო ასე თუ გაგრძელდება, ჩვენ თუ უჭკუოდ შევედით ბრძოლაში, გეგმის გარეშე, რაღაცა ფლანგების განაწილების გარეშე, ქცევის რაღაცა პატერნის ჩამოყალიბების გარეშე, როგორ ვიქცევით, რატო ვიქცევით, როდის ვიქცევით, რამე თუ არ გაამართლა, როგორ რა მექანიზმი გვაქვს, გავარკვიოთ რა არ გაამართლა და როგორ ცვლით ქცევას. აი, ეს ყველაფერი თუ არ გაქვს, ხო გამოდის რომ შენი ბრძოლა არის წინასწარ განწირული და გამოვდივართ და ვიძახთ რომ ხალხო მიუხედავად ისა რომ გაბრაზებული ხართ, სწორად ხართ გაბრაზებული, ქოცებზე გაბრაზება სწორია, ვიღაცა არის თქვენს უკან რაღაცნაირად ესე მოძრაობს სივრცეში, რომელიც ეცდება რომ თქვენ არანაირი გეგმა არ გქონდეთ ბრძოლაში და თქვენი გაბრაზება უბრალოდ გაილიოს და გადაიქცეს ნიჰილიზმად. და ამას რო ვიძახით ვიღაც დეგენერატებს მათ შორის აქციაზე მდგომს, გონია რომ მათ ვაკრიტიკებთ ხოლმე რა, რომ აი რაღაცა მათი ბრალია რომ აქცია არ მუშაობს. არა ძვირფასობა, თქვენ ვინც აქციაზე მოდიხართ სამოქალაქო პოზიციით, თქვენი საქმე არ არის პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილების მიღება. თქვენ შეიძლება თქვენი სურვილები გქონდეთ და გინდა ან ეს გინდოდეთ, ან ის გინდოდეთ, პოლიტიკოსებმა შეიძლება ეს გაიგონ და მოისმინონ და განიხილონ და ან გაითვალისწინონ არა იმის მიხედვით თუ რამდენად სწორია, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ მაგ საქმის სპეციალისტები, მაგ საქმის სპეციალისტები არიან პოლიტიკოსები. იმ საქმეს, რაც ქვია პოლიტიკურ პროცესში რაღაც გადაწყვეტილების მიღება და რაღაც რესურსით რაღაც შედეგის დადება. ხო და აი ჩვენ რო გამოდიოთ ხოლმე და წინასწარ ვიძახით რომ ეს აქცია აუცილებლად გაილევა, მიილევა, გაქრება, შემცირდება, საცივში ჩაყობს ხალხი თავს, ზოგი ხელს ჩაიქნევს, ზოგს мотиваცია აღარ ექნება, ბრაზი გაუვლის და საბოლოო ჯამში ვერაფერს ვერ მივიღებთ, აი ამას რო ვიძახით ხოლმე. ამაზე ბრაზდებიან, იმიტომ რომ თუ დეგენერატი ხარ, შენ სამყაროში, შენ მოგონილ სამყაროში დელულუ თუ ხარ. ეგ არ ჯდება, რასაც მე ვიძახი რა. შენ მოგონილ სამყაროში, შენ იქ თუ გამოხვედი და უბრალოდ დადექი და ერთი ბატონის მეორედ შეცვლა მოითხოვე, ან რაღაცა გეგმა ვერ ჩამოაყალიბე და უბრალოდ რაღაცა შენი ერთი ადამიანის აქციით სასავით მიდიხარ, იმიტომ რომ გვერდზე მდგომს რო კითხო, შეიძლება შენი და მისი აზრები ერთმანეთს არ დაიმთხოს ამ აქციის გეგმასთან დაკავშირებით.
და ამას რომ ხედავ ჩვენი მხრიდან, მე გამოდის რომ შენ იმ წარუმატებლობაში, რასაც საბოლოო ჯამში ეს აქცია მოიტანს, რომ ვერაფერ შედეგს ვერ დადებს, მე გვადანაშაულოთ ხოლმე ჩვენ. რომ აი ნაცვლად გუშინაც იქ ვიღაცები კითხულობდნენ აქციის კითხვები რომ დაუსვეს იქ ზოგიერთ. ნაცვლად ქართული ოცნების კრიტიკისა ოპოზიციას აკრიტიკებთ და მედიებს აკრიტიკებთ. ბიჭო, ნეტა ვინმე მოვიდიოდეს და ჯანსაღად მაკრიტიკებდეს და მეუბნებოდეს რომ ესე კი არა, ესე ვქნათ და მეუბნებოდეს რომ მოდი დავждეთ, დავილაპარაკოთ და მოვიგონოთ, იმიტომ რომ მიზანი ერთი გვაქვს. რაღაცა იქნება მე ჩემი კონტრიბუცია გავაკეთო, მე ჩემი 65000 კაცი მყავს გვერდით, რომელსაც თუ დაინახეს რომ მე ჩართული ვარ ამ პროცესში და საბოლოო ჯამში შედეგი დგება ამ ჩვენი საჯარო განხილვის და რაღაც გეგმის შედგენის შედეგი დგება ისეთი, რომელიც ახსნადია მათთვის, ისინიც მოვლენ. ხო და აი ამ ნაცვლად ამ ჯანსაღად მიღების ამ კრიტიკას, რომელიც წლების მანძილზე ვახორციელებდით ჩვენ, რომ წლების მანძილზე ვიძახდით, ეს ხალხი უბრალოდ ჩვენ მეტი და მეტი მათგანი მტრად თვლიდა და ამ კრიტიკის ნაცვლად ჩვენ გვეძახდნენ რა ბიზნეს მოსყიდულებს, ჩვენი დამარცხება, კოცების დამარცხებაზე უფრო მეტად უხაროდა და ასე შემდეგ რა, ხო და რაღაც მომენტში უბრალოდ შენ რო ხვდები რომ ლაპარაკით აღარაფერი გამოდის, შეიძლება თქვა რომ მე ამ ხალხზე ხელი ჩავიქნიე, განსაკუთრებით იმ ხალხზე, რომლებიც იქ დგანან და ლაპარაკით ვერაფერი ვერ შევაგნებინე და უბრალოდ მათ აი რაღაცა წეგან რო ახსენოდი რაღაცა იმაში ისტერიკაში ყოფ ადამიანს რომ შეიძლება სილა გააწნა რა, რომ აზზე მოდიოს, რაღაც მაგ ფორმით შეიძლება გადავიდე უკვე კომუნიკაციას და იაგოს გუშინდელი ეთერი რაღაცა მასეთი ფორმის კომუნიკაცია იყო რა, რომ პირდაპირ ადამიანებს რბილად კი არა, პირდაპირ უხეშად უთხრა თუ რა ილუზიებში არიან ისინი და რომ ასე ბრძოლა ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.